მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთადოლიძე ვარ. საქართველოში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის ფონზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები ისმის. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ ამერიკა საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის ფონზე ოპოზიცია მიზანმიმართულად აზიანებს პროცესს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ვერ მოხდება. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოპოზიციურ პარტიებს და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდნენ. ჩვენ რა თქმა უნდა ვსაუბრობთ ურთიერთობაზე, რომელიც ჩიხში შევიდა ოცნების ქმედებების გამო, მათი ანტიდასავლური ქმედებების, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევის, ანტიდასავლური კანონმდებლობის შემუშავების და ავტორიტარიზმის დამყარების, უпроსტად დიქტატურის ჩაბეტონების თელობის გამო. ამიტომაც ახლა თუ გვინდა რომ მოხდეს პროგრესი, ამ მიმართულებით უნდა გქონდეს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული და როცა არ გვაქვს ახლა ძალიან ჰიპოთეტიურია საუბარი ურთიერთობების გამოსწორებაზე, თორემ ის რომ ამერიკა დაინტერესებულია დელეგაციები ჩავდეს, ეს კარგია, იმიტომ რომ ამერიკისთვის მნიშვნელოვანი ვარ და ყოველდღიურად ვჩებით მათი ყურადღების, ასე ვთქვათ, სფეროში. სულ ოპოზიცია აზიანებდეს 14 წელი რო ხელისუფლებაში ხარ და ოპოზიცია რო გიზიანებს თავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას, მაშინ წადი ხელისუფლებიდან, ხო, ანუ არ გაქვს ეს საკმარის კომპეტენცია ქვეყნის მართვის. მთელი შემადგენლობით დადიოდნენ ბრიუსელის კაბინეტებში და ეხოცებოდნენ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია არ მოეცა ჩვენი მოქალაქეებისთვის. როცა კანდიდატის სტატუსზე იგივე შემადგენლობა დადიოდა და თხოვდა, რომ არ მიეცა ესე კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის, მერე დიალოგი არ დაეწყოთ საქართველოსთან. რა თქმა უნდა, ნებისმიერ კეთილ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს პერსპექტიულად შეიძლება მომავალში გამოადგეს, ამას შეეწინააღმდეგებიან და ამას პირველად არ აკეთებენ. ასე რომ ამ ხალხისგან არანაირი სიკეთეს არასდროს არ ველოდეთ. ეს მხოლოდ ჩვენი ცალმხრივი სურვილი რომ იყოს, არანაირი ნაბიჯი ამერიკის მხრიდან არ გადმოიდგმებოდა. ხედავდით წლების განმავლობაში ეს ნაბიჯები არ იდგმებოდა. მაგრამ საკმაოდ სერიოზული სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები და თუ დააკვირდებით დინამიკას, რა ინტენსივობით ხდება უკვე დიალოგის ფორმების ძებნა საქართველოსთან, მიხვდებით, რომ ისინიც თვლიან, რომ ეს შესაძლებელია. ოპოზიციური ალიანსის აქცია ურთიერთბრალდებების თემაა, თავად ოპოზიციაშიც. რა არის მათი შემდგომი სამოქმედო გეგმა და რა შეფასებებს აკეთებენ მმართველ გუნდში? არაფერი დაპირისპირება ამ შემთხვევაში არ არსებობს. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, ხანდახან ეხსენებს ხოლმე წარსულს, ხანდახან აწყოზე საუბრობს მომავალზე, ამიტომ ყველა მის სტატუსში ხა ჭირკედელაობა და იმის ზებნა რომ აი აგერ აქ ვინმეს ებრძვის არის ნამდვილად ზედმეტი. რაც შეეხება ჩვენს გეგმას, გეგმა არის მარტივი მშვიდობიანი პროტესტი, აქტიური, ინტენსიური საპროტესტო მოძრაობა, ისეთი მსხვილი აქციები, ისეთი მუხლიანი აქციები, როგორც იყო 26 მაისს, უფრო მეტი, კონკრეტული გაჩვენის წერტილოვანი აქციებიც და წინააღმდეგობის გაგრძელება. ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობას მიღებული დავალება აქვს, რომ როგორმე გარემართლობა დაამყაროს ჩვენს ქვეყანაში. 5 რევოლუციის მცდელობა არ გამოუვიდეთ, 10 არჩევნებში დამარცხდნენ. 2026 წელს ოდნავ კარგი ამინდები გამოვიდა თუ არა, გაზაფხულზე გავიდნენ რეგიონებში უნდა ვიაროთო და დახურულ გარს მიღმა თავის პარტაქტივს და თავიანთ თავებს შეექმნა. მერე როგორც კი ამინდები გაფუჭდა დაანებეს ამ რეგიონში რომ ახლა კარგი ამინდებია საქართველოში და ისევ დაიწყეს საუბარი რომ უნდა ჩავიდეთ რეგიონში და ხალხს ვესაუბროთ. ასეთი არის კოლექტიური ნიკა გვარამიების გასვლა რეგიონებში, ისეთივე კრახისკენ არის კრახისთვის არის განწერული, როგორც 5 რევოლუციური მცდელობა ჰქონდათ მათ და მათ პატრონებს და 10 არჩევნებში გამარჯვების მცდელობა. ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს გორში მომხდარ ძალადობის ფაქტს და ქართულ ოცნებას ადანაშაულებს. მათი თქმით, ესაა სისტემური დანაშაული. გასაჯაროებულ ვიდეო მასალაში ასახულ ფაქტს გმობს მმართველი გუნდიც. მათი თქმით, სახელმწიფოსა და სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან მყისიერი რეაგირება მოხდა. შეგახსენებთ, რომ გორში ეგრეთ წოდებულ კომბინატის დასახლებაში სამართალდამცველები ორ პირს, პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი დაკავებული საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. მათ სისტემური წამება აქციეს ერთ დროს სახელოვანი ქართული შსს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლის არა, მაგრამ სამწუხარო ძალიან დიდი ნაწილის უკვე თანამშრომლების აი მოქმედების წესად, ფუნქციონირების წესად. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის და იმისთვის, რომ აღარ განმეორდეს გორის შემთხვევა. ამისთვის საჭირო ეს ხალხი დაუყოვნებლივ წავიდეს სისტემიდან. თუ კიდევ ვინმე ვერ დარწმუნდა, ჩვენ მხარესაც, ჩვენ თავსაც ვეუბნები, რომ არც ერთი დანაშაული შეუმჩნეველი არ დარჩება და ადრე თუ გვიან პასუხს მოგთხოვე, მაშინ შეუძლიათ უკანონო ქმედებები გააგრძელონ და სადამდე მიიყვანს ეს და ცრის კარებამდე რომ მიიყვანს ყველა ასეთ ადამიანს, მაშინ ხო დარწმუნდებიან. ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, ჩვენ არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ სამართალ დავცავარ ორგანოებს ესე იგი ყალბი რაღაცები დააბრალოს, ან ჩირქი მოსწყოს, მათი დამცველები ვიქნებით ყველა კანონიერ ქმედებაში.
მაგრამ არავინ მათ ხელს არ დააფარებს თუ ხელი წაუწდება დანაშაულზე, მით უმეტეს ძალადობრივ დანაშაულზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახოს, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს. პოლიციის მიერ ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. ბრალი 20 წლამდიან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დაადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს რუსთავში დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი კუპიურები მოათავსა, რის შედეგადაც კომპანიას 7000 ლარამდე მეტი ქონებრივი ზარალი მიადგა. გამოძიება სისხლის სამართლის 180 მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის გურული ეპიზოდები გურიის ისტორიიდან პრემიერა გაიმართა. სპექტაკლის რეჟისორია ლაშა ონიანი. გურული ეპიზოდები გურიის ისტორიიდან ეთნოგრაფიულ, ისტორიული და შემეცნებითი სპექტაკლია, რომელიც სხვადასხვა ეპიზოდის მეშვეობით აცოცხლებს გურიის მრავალ საუკუნოვან ისტორიას, პრეისტორიიდან მე-20 საუკუნემდე. დადგმა ეფუძნება ეთნოგრაფიულ, ფოლკლორულ და ისტორიულ მასალას და მაყურებელს გურის კულტურის, ტრადიციების რწმენის, თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ისტორიული მეხსიერების მრავალფეროვან სამყაროში ამოგზაურებს. სპექტაკლი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. როგორც ყოველთვის ოზურგეთის თეატრი მოწოდების სიმაღლეზეა. ჩვენ სცენაზე ვნახეთ არაჩვეულებრივი სპექტაკლი, ისტორიული, არაჩვეულებრივი სცენოგრაფია, მუსიკა, ქორეოგრაფია, რეჟისურა. ეს არის სპექტაკლი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს, ყველამ მოსწავლემ ჩვენი გურიის ისტორია. ჩვენ ვნახეთ ძალიან მცირე დროში მთელი გურიის ისტორია. ეს სპექტაკლი აუცილებლად უნდა ნახოს სრულიად საქართველოს და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. კიდევ ერთხელ ვულოცავ დას ამ დიდ გამარჯვებას და მრავალ შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებ. რომ ეს სპექტაკლი არის საქართველოსთვის და ყველა რეგიონისთვის. ამ სპექტაკლის დანიშნულება პირველ რიგში არის ის, რომ ყველამ თელმა საქართველოს რეგიონებმა შეიცნონ საფუძვლიანად გურია თავისი ხასიათით, თავისი დამოკიდებულებით საქართველოს ისტორიასთან და ის, რასაც ჩვენ ვამბობთ სპექტაკლით, რომ გურია განუყოფელი ნაწილია საქართველოსი, მისი არსებობის მანძილზე იმ დღიდან, როცა მას საქართველოს მიწა ეწოდა, იმ დღიდან გურია არის განუყოფელი ნაწილი, თუნდაც რომ მომხდარა უთვალავი რამ არ ვიცი, აოხრება, განადგურება, ბრძოლები, გამარჯვება, შექმნა სამეფო, ისევ განადგურება და ასე დროთა ცვლაში. მაგრამ ის ერთი წინადადება მუდმივად რჩება გურიას, რომ გურია იყო უცვლელი თანამდგომი და სულ ერთგული ამ საქართველოსი. გურია, როგორც ესეთი, წარმოადგენს იმ რეგიონს, სადაც ქვეყნის ისტორიის ეპიცენტრი იყო საუკუნეთა განმავლობაში და ყველა ის მოვლენა, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, უპირველესად თავს იყრიდა ამ ერთ რეგიონში. წინამდებარე სცენარში თავმოყრილია გურიისა და საქართველოს ისტორია პრეისტორიულიდან მე-20 საუკუნის ჩათვლით. შეტანილია ისტორიული მოვლენები, ეთნოგრაფიული, ფოლკლორული მასალა, სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებებით. ეს არის ვიზუალური, ტექსტუალური, სამუსიკო ხელოვნების სახით წარმოდგენილი მასალები. მთლიანობაში ჩვენს მიზანს წარმოადგენდა შექმნილიყო სპექტაკლი, რომელიც თანადროულად იქნებოდა საინტერესო როგორც თეატრის მოყვარულთათვის, ასევე ახალგაზრდობისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ შედგა ჩვენი ჩანაფიქრი. ეს არის ფაქტიურად ტრილოგიის გაგრძელება და ქრისტინეს გაგრძელება. ანუ ჩვენ ვალად თვლით და ოზურგეთის თეატრი ვალდებულიც არის,
რომ აი ამ თემებს ისტორიას ეხლა არა მარტო 200 წელი ბოლო, არამედ საერთოდ გურიის ისტორიას მიაგოს პატივი. ძალიან ძნელი იყო ესე მოკლე დროში, ანუ საათ და 5 წუთში ჩაატიო ეს ისტორია, მაგრამ მე მადლიერი ვარ ძალიან ქალბატონი სოფოსი, ბატონი ლაშასი, რომლებმაც თითქმის ერთ წლამდე ჩვენ ამაზე მუშაობდით. ანუ რა? ისინი მუშაობდნენ, ჩვენ თანხმდებოდით, თემებს გავდიოდით და ორ თვეში ჩემ შესანიშნავ მსახიობებთან, ჩემ შესანიშნავ ტექნიკურ პერსონალთან ერთად ფაქტიურად შედგა ის, რაც გვინდოდა და ეს არის ყველაზე მთავარი. ოზურგეთის ნომერ 4 საჯარო სკოლაში სამგზის ევროპისა და სამგზის საქართველოს ჩემპიონს ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში ნიკოლოზ კუტუბიძეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. კლასელებმა და დამრიგებელმა გარეთ ემოციური დახვედრის შემდეგ საქართველოს დროშა შემოხვეული ჩემპიონი საპატიო კორიდორში ტაშით და ოვაციებით შეაცილეს. დიდ მონიტორზე კი ჩემპიონის ბრძოლის ამსახველი ვიდეო ჩანაწერის ჩვენება მიმდინარეობდა. ნიკოლოზ კუტუბიძე ევროპის ჩემპიონი 2024, 2025 და 26 წლებში ზედიზედ გახდა. 15 წლის ფალავანი წელს მსოფლიოსთვის ემზადება და მალე ოლიმპიადაშიც მიიღებს მონაწილეობას. ძალიან სასიხარულია რომ დამაფასეს. დიდი მადლობა მინდა რომ გადავხადოთ ჩვენი დირექტორს. ასევე მინდა გადავხადოთ ჩემ დავრიგებელს დიდი მადლობა. ჩემ ყველას გადავხადო ვინც დამაფასა და დღეს ჩემ გვერდით გადავის ჩემი დამატება ვისაც გავხარდა ყველა ადამიანს გავხარდა. ეს არის განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი დღე ჩვენი სკოლის ისტორიაში. ჩვენ შევხვდით ევროპის სამგზის ჩემპიონს ნიკოლოზ კუტუბიძეს. ალბათ საქართველოში იშვიათია და მე არც მეგულება მეორე სკოლა, სადაც სამგზის ჩემპიონი სწავლობს. და ამ მხრივ ვართ განსაკუთრებული და ბედნიერები, მინდა წარმატებები ვუსურვო, დარწმუნებული ვარ მსოფლიოსაც მოიპოვებს. დატვირთული ემოციებით არის მთელი მეოთხე საჯარო სკოლა და მათ შორის მეც. ეს რომ მიდიოდა იმ დღიდან მღელავთ და ეს წარმატება მისთვის იქნება შემდეგი მსოფლიო ჩემპიონი რომ ექნება, ალბათ დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად გაიმარჯვებს ჩემი ნიკოლოზი. ულოცა მთელი სულითა და გულით ნიკოლოზ გამარჯვებას, ღირსეულ წარმატებას მიაღწია. ჩემი მოსწავლე გახლავთ, მას მე ვასწავლი, არის თავაზიანი, ზრდილობიანი, ეტყობა რომ გამოდის ისეთი ოჯახიდან, სადაც თავაზიანობასა და ზრდილობას პატივს სცემენ, წარმატებებს ვუსურვო და მინდა ვიხილო ოლიმპიური ჩემპიონის რანგში. დღევანდელი დღე მართლაც საუკეთესო და საამაყოა ჩვენი მეოთხე საჯარო სკოლისთვის. განებივრებულები ვყავართ ნიკოლოზ თავისი წარმატებებით, მინდა მიულოცო კიდევ ერთხელ და ერთადერთი რაც იცის ჩემმა ნიკოლოზმა რომ დიდი მონდომებით ველოდები მსოფლიო ოლიმპიადაზე როცა გაიმარჯვებს და კვარცხლბეკიდან იტყვის რომ მადლობელი ვარ ჩემი ლელა მასწავლებლის და ჩემი მეოთხე საჯარო სკოლისო და აი ამ დღეს მოუწმენლად ველოდები. დღეს ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი დღეა. ნიკოლოზ კუტუბიძეს გულშემატკივრო ერთი ციცქნა რომ იყო იმ დღიდან. ეს არის ბავშვი, რომელიც ადამიანი ნამდვილი, პირველ რიგში ის არის ადამიანი, კეთილშობილი, დახვეწილი ზნეობრივად და მისი წარმატება არის ყველა ჩვენგანის წარმატება. ძალიან ბედნიერები ვართ და ჯერა რომ ის მიაღწევს უზარმაზარ მწვერვალებს. ამაში დარწმუნებული ვარ და დიდი სიამოვნებით და დიდი ინტერესით, გულის ფანცქალით ველოდებით იმ სასიამოვნო დღეს, როცა ნიკოლოზი დადგება ოლიმპიადის კვარცხლბეკს. პირველ რიგში ნიკოლოზს მიულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. ის მესამეჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი და ძალიან ძნელია და ძალიან რთულია რომ გახდა ევროპის ჩემპიონი, მაგრამ შეინარჩუნო ტიტული, ეს კიდევ უფრო ძნელია და ამიტომ აულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. ეხლა ემზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის
და მინდა რომ უსურვო წარმატებები და რა თქმა უნდა პირველ ადგილს ველოდებით მისგან. მე ძალიან მიხარია რომ ნიკოლოზი გახდა სამგზის ევროპის ჩემპიონი და ვამაყობ და ძალიან მიყვარხარ ნიკოლოზს და მინდა რომ ყველაფერი საუკეთესო გისურვო და ბევრი წარმატებები ცხოვრებაში. ნიკოლოზ გილოცავ, გისურვებ უამრავ წარმატებას. და ძალიან კარგი ადამიანი ხარ და ყოველთვის ასე დარჩი და მრავალი წარმატება. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში მე-9 ტურის მატჩები გაიმართა. ოზურგეთის მერცხალმა ლიგის ლიდერს ვესტ ჯორჯიას საკუთარ მოედანზე უმასპინძლა. ეს ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე გამართული პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც სტადიონს კოტე გოგატაძის სახელი მიენიჭა. შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმრებმა დიდი ანგარიშით 3-0 მოიგეს. მეორე ტაიმში მერცხალმა ბოლო წუთებამდე იბრძოლა. 2 გოლის გატანაც მოახერხა, მაგრამ მეტი ვეღარ მოასწრო. გოლი მასპინძელთაგან გიორგი კაშიამ და ნიკა აფხაზავამ გაიტანეს. 9 ტურის შემდეგ მერცხალს კვლავ 14 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფება. სამწუხაროდ კვლავ დიდი ანგარიშით დამარცხდა ჩოხატაურის ბახმარო. ჩოხატაურელებმა სტუმრად მერანი 2 მიიღეს და თამაში ანგარიშით 6-1 დაასრულეს. ახლა კი ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დროა. უამინდობა მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება, რაც შეეხება კონკრეტულ ქალაქებს. ხვალისის ოზურგეთში ნავარაუდებია 16 გრადუსი სითბო. ჩოხატაურში დაფიქსირდება 17 გრადუსი, ხოლო ლანჩხუთში სინოპტიკოსები ვარაუდობენ ტემპერატურას 19 გრადუსს. ურეკში იქნება 18 გრადუსი, ხოლო ბახმაროში ტრადიციულად დაბალი იქნება ტემპერატურა, დაფიქსირდება 4 გრადუსი. რაც შეეხება თბილისში ნავარაუდებია 18 გრადუსი სითბო. მე ამ ინფორმაციით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდით.